პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ იმისათვის რომ ცოტა მოვიხილოთ რა არის ეს პოსტმოდერნიზმი, ალბათ უნდა ვიცოდეთ რა არის მოდერნიზმი, იმიტომ რომ პოსტმოდერნიზმი არის მაინც მოდერნიზმის უარყოფა, მოდერნიზმზე რეაქცია. აქედან გამომდინარე, რამდენიმე პუნქტს მაინც ვიტყვი, თქვათ მოდერნიზმი რას გულისხმობს. ესე იგი, პირველ რიგში მოდერნიზმი სხვადასხვა მკვლევარების მიხედვით მოდერნიზმი გულისხმობს თავის თავში პირველ რიგში კეინზიანურ ეკონომიკას და ფორდისტულ წარმოების წესს. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ეს არის უფრო მეტად სივრცითად და ლეგალურად უფრო მეტად რეგულირებული კაპიტალი, ფული, სადაც სახელმწიფო უფრო მეტად ერევა ეკონომიკაში და ესე იგი, სახელმწიფოს უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, თავის თავზე აღებული. მეორე მხრივ, მუშახელი არის მეტად ორგანიზებული, ვიდრე პოსტმოდერნულ ეკონომიკაში და ესე იგი, ზოგადად ესე იგი, სახელმწიფო მიდგომა ეკონომიკის მიმართ, ზოგადად ესე იგი, სახელმწიფო სისტემური მიდგომა არის უფრო გეგმიური. და სახელმწიფო ახორციელებს რაღაც გეგმიურ ეკონომიკას, ესე ვთქვათ, დაგეგმილი აქვს შორეული ვთქვათ პერსპექტივა მეტნაკლებად და პირველ მთავარი რაც აი ეს ყველაფერი შეიძლება გულისხმობდეს, სახელმწიფოს აქვს საზოგადოებას აქვს რაღაც სოციალური იდეალები, მას ჯერა სოციალური ტრანსფორმაციის და არის უფრო უტოპიანური ესე ვთქვათ, უტოპიური მომენტი უფრო მეტად არის, ვთქვათ, სახელმწიფოს მოქმედებაში და სახელმწიფოს ესე იგი ფუნქციონირებაში ადგილი აქვს უტოპიურ განზომილებას, ისე ვთქვათ, უტოპიურ მომენტს. ქალაქგეგმარების კუთხით რომ ავიღოთ, მოდერნისტული ქალაქგეგმარება ნიშნავს ქალაქის როგორც ტოტალობის ხედვას. ქალაქი როგორც ერთიანი ორგანიზმი, სადაც თითოეული კომპონენტი ქალაქის შეიძლება აღქმულ იქნას როგორც ერთიანი ორგანიზმის ნაწილი. ასევე მოდერნისტული ქალაქგეგმარება გულისხმობს ესე იგი დიდი გრძელვადიანი გეგმების, სახელმწიფოს მიერ გეგმების განხორციელებას, მაგალითად როგორც იყო თქვა, სოციალურ საცხოვრებელი საკავშირის მაგალითი ვიღოთ, კომუნალური ბინადრჩენილობა ასე ვთქვათ და აი ეს დიდი მიკრორაიონები ვთქვათ, რაც დაგეგმარებულია იგივე ქუთაისში, იგივე თბილისში და ზოგადად ქალაქის ხედვა როგორც ერთიანობის და აი ამაზე რაღაც ერთიანად ჩარევის ამბიცია სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ქალაქგეგმარების სფეროშიც ძალიან დიდი არის აი ეს უტოპიური მომენტი, სოციალური ტრანსფორმაციის არქიტექტურით და ქალაქგეგმარების მეშვეობით სოციალური ტრანსფორმაციის რწმენა, წარმოების ფორმების მიხედვით, ესე იგი ეს არქიტექტურული ფორმები, ურბანული ფორმები არის უფრო მეტად სტანდარტიზებული, უფრო მეტად ესე იგი მას წარმოებაზე დამოკიდებული, იგივე თქვათ რომ გავიხსენოთ ჩვენთან არსებული მიკრორაიონები, ეს საერთო საცხოვრებლები, რასაც კორპუსებსაც ვიძახით ჩვენ, ესენი არის მას წარმოებული, შეიძლება იგივე სტანდარტის და იგივე ფორმის დამოცულობის შენობები გვხვდებოდეს მთლიანი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. და ასევე ახასიათებს მოდერნისტულ ქალაქგეგმარებას არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ გლობალურად დიდი ხარისხის ჰომოგენიზაცია, ანუ ერთგვაროვნება. ახლა რო გადავიდეთ პოსტმოდერნიზმის აღმოცენებაზე, ან რაღაც შექმნაზე, ძალიან ბევრი თეორია არსებობს, ძალიან ბევრი კუთხით დანახული და მე ვიფიქრე, რომ აი ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებს დევიდ ჰარვი, არის ესეთი ესე იგი ანთროპოლოგი და გეოგრაფი და ის აღწერს 70-იან წლების, ესე იგი 70-იან წლების შეერთებული შტატებში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესს და აი მოკლედ შევეცდები გაგაცნოთ მისი
მისი ინტერპრეტაცია. ესე იგი, მის მიხედვით ომის შემდგომი ბუმი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ბუმი, რაც არსებობდა, 70-იან წლებში ამ ბუმმა განიცადა რეცესია და ამით ისარგებლა თქვათ წარმოებამ და წარმოების ფლობელებმა და შეეცადნენ აი ეს ფორდისტული მოდელი ეკონომიკის, ესე იგი ფორდისტული წარმოების ეს ფორდისტული მოდელი გადაიყვანათ თვითონ დევიდ ჰარვეის როგორც ეძახის მოქნილ აკუმულაციაზე და მოქნილი აკუმულაცია რას ნიშნავს? ანუ თუ ფორდისტული მოდელი იყო ეს სივრცეში და ლეგალურად უფრო რეგულირებული კაპიტალი, წარმოება, ესე იგი გეოგრაფიულად უფრო თანაბრად იყო ტერიტორიებზე განაწილებული, უფრო შეზღუდული იყო, ბევრად უფრო რეგულირებული იყო. ამ მოქნილი აკუმულაციის პირობებში ესე იგი მოხდა წარმოების დერეგულაცია, ესე ვთქვათ. აი ზუსტად მაგდროი დაიწყება 70-იან წლებიდან წარმოების გატანა შეერთებულ შტატებიდან მაგალითად აზიაში და სხვა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მუშახელი უფრო იაფი იყო. ესეთ რაღაცას ამბობს, რომ გეოგრაფიულად შრომის პროცესში, შრომის ბაზარზე და პროდუქტებში და მოხმარების ფორმებში, აი ამ მოქნილი აკუმულაციის პირობებში ძალიან მოქნილად დაიწყო კაპიტალმა მუშაობა. ასევე რა შედეგები მოყვა ამ ყველაფერს, ასევე აღწერს თუ როგორ მოხდა ამ რეცესიის დროს პროკავშირები იყო ძალიან სუსტი, მათ ვერ შეძლეს რაღაც წინააღმდეგობის გაწევა აი ამ პროცესის მიმართ და ასევე მოხდა კაპიტალის ფინანსიალიზაცია, რაც გულისხმობს წარმოებიდან კაპიტალის გადატანას საფინანსო ორგანიზაციებში, როგორც ბანკები ვთქვათ და საინვესტიციო კომპანიები და ასე შემდეგ. ასევე ძალიან საინტერესოა ის თუ როგორ აღწერს, როგორ ტრანსფორმირდა ეკონომიკურ, აი ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად იდეოლოგიური, კულტურული და ინტელექტუალური გარემო აი ამ პერიოდის შეერთებულ შტატებში. და სამი კომპონენტი მოყავს დევიდ ჰარვის, რითიც ცდილობს რომ აღიქვას აი ეს ტრანსფორმაცია. ეს არის დაღარიბება და არაფორმალიზაცია, სიმბოლური კაპიტალის წარმოება და სპექტაკლის მობილიზაცია. ეხლა რას გულისხმობს ამ სამ კომპონენტში? ანუ აი ამ დერეგულირებული კაპიტალის მიერ, როდესაც მოხდა წარმოების დახურვა, წარმოების გატანა შეერთებული შტატებიდან უფრო მეტად, მოხდა მასიური გაღარიბება და არაფორმალიზაცია. ანუ შეიქმნა რაღაც მეორადი ჩრდილოვანი ეკონომიკა და სხვადასხვა ესეთი სოციალური ჯგუფები, როგორც იყვნენ თქვათ ამ ქართველების მუშები, მარტოხელა დებები, ფერადკანიანები და ასე შემდეგ, ისინი ჩაერთნენ ამ ჩრდილოვან ეკონომიკაში, როგორც იყო თქვათ ნარკოტიკების ვაჭრობა, პროსტიტუცია, სხვა წარმოების, მცირე წარმოების ფორმები, სადაც ძალიან დიდი იყო ექსპლუატაცია, სოციალური გარანტიები არ არსებობდა და ასე შემდეგ და ასევე ამის შედეგად მოყავს ის რომ აი სოციალური ურთიერთობები გახდა უფრო მერკანტილური, უფრო კომერციული. შემდეგ მე ამასთან გავავალი პარალელს საბჭოთა კავშირთან, მაგრამ ვთქვათ რომ აი ამას მიაქციოთ ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი არის. სიმბოლური კაპიტალის წარმოება. ესე იგი პიერ ბურდიეს მიხედვით არის სიმბოლური კაპიტალი არის ფუფუნების საგნების დაგროვება, რომლებიც ხაზს უსვამენ ფლობელის სტატუსს და განსხვავებას. და დევიდ ჰარვი ცდილობს აჩვენოს თუ აი ამ კრიზისის პირობებში ბაზარზე როგორ წარმოიქმნა პროდუქტების დიფერენციაციის მოთხოვნა და მეორე მხრივ როგორ ბაზარმა თავისთავად წარმოქმნა მოთხოვნა დიფერენცირებულ პროდუქტებზე და ფორდისტული სტანდარტული ესე იგი სტანდარტიზაციის პირობებში არ იყო პროდუქტების ესეთი დიფერენციაცია, მარტივად რო ვთქვათ, ანუ პროდუქტები იყო სტანდარტიზებული, არ იყო დიდი განსხვავება მათში, იგივე ვთქვათ, შეიძლება
ანუ არქიტექტურიდან დაწყებული შეიძლება ვთქვათ ყოველდღიური მოხმარების საგდებით დამთავრებული და საბაზრო ლტოლვა, ესე იგი რაც ნიშნავს აი ამ სიმბოლური კაპიტალის სადმი ლტოლვას, იყო რეპრესირებული ფორდისტული აკუმულაციის პირობებში და აი ამ მოქნილი აკუმულაციის პირობებში შესაძლებელი გახდა პროდუქტების დიფერენციაცია. ასევე ასეთ რაღაცას ამბობს, რომ სიმბოლური კაპიტალი არის დომინანტური კლასის ინსტრუმენტი კულტურისა და გემოვნების სფეროში დამკვიდრებული წესრიგის რეპროდუქციისთვის. ეს ასევე კავშირში იყო არქიტექტურის სფეროსთან დიდწილად, რადგანაც როგორც წესი მოდერნისტული არქიტექტურა, აი რო წარმოიდგინოთ თქვა საბჭოთა არქიტექტურა, დაახლოებით გლობალურად ისეთივე არის ეს მოდერნისტული არქიტექტურა, ისეთივე სახის არის და ალბათ თქვენც მოგისმენიათ, რომ თქვა ეს საბჭოთა არქიტექტურა იყო რაღაც კუბები, რაღაც სერი, ასე შემდეგ. გლობალურად დაახლოებით იგივე რეაქცია არსებობს ამ არქიტექტურაზე და ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც არქიტექტურაში ხდება დაბრუნება ორნამენტის, ისტორიციზმის, სხვა ისტორიული ფორმების გამეორება, დაახლოებით აი ნეოკლასიკური არქიტექტურის მაგალითია, იგივე თქვათ როგორც მე-19 საუკუნის ქუთაისი და თბილისი არის, იგივე ხდება 70-იან წლების შეერთებულ შტატებში, შემოდის ორნამენტი, ის რაც უსვავს მისი მფლობელის სტატუსს და განსხვავებულობას ხაზს. ასევე ქალაქ-განვითარების საკითხში თუ ადრე ქალაქი იყო აკუმულირებული ერთიანი ტოტალობა, ერთიანი ორგანიზმი, პოსტმოდერნული ურბანიზაციის ფორმა არის უფრო ფრაგმენტული, ანუ ვითარდება რაღაც პატარ-პატარა უბნები, რომლებიც ესე ვთქვათ, ქალაქ-გეგმარება აღარ არსებობს, არსებობს უფრო მიწათსაგებლობა, სადაც ვთქვათ, ქალაქის ადმინისტრაცია აწესებს უბრალოდ მიწათსაგებლობის ნორმებს და შემდეგ უკვე კერძო ინიციატივაზე არის დამოკიდებული ქალაქის განვითარება, ვთქვათ, კერძო დეველოპერი ავითარებს ჭყალებში რაღაც ტერიტორიას, სადაც ვთქვათ, ქმნის რაღაც მითს, მაგალითად მე-19 საუკუნის რაღაც არ ვიცი, რომელიღაც სტილი, დასახლება ვთქვათ და აი ამის გარშემო იქნება რაღაც თემი, კომუნა, ესეც რაღაც ესეთი წარმოდგენილი უფრო ვიდრე რეალური და დაახლოებით აი ესეთი ძირითადი ტრენდი, ესე ვთქვათ, ქალაქ განვითარების ხდება ესეთი ფრაგმენტული განვითარება. და მესამე სპექტაკლის მობილიზება, ის რომ აი ამ პირობებში, მოქნილი აკუმულაციის პირობებში ძალიან გაიზარდა საზოგადოებაში პოლარიზაცია, ერთი მხარე თუ ძალიან გაღარიბდა და მეორე გამდიდრდა, ჩნდებოდა კონფლიქტები და 70-იან წლებში იყო ამის მაგალითები, მაგალითად ბალტიმორში და აუცილებელი გახდა სპექტაკლის მობილიზება და რა იგულისხმება ამაში, ეს არის მასიური ფესტივალები, დიდი ბაზრობები, სპორტული ღონისძიებები და რაც ყველაზე მთავარია, თვითონ ქალაქის ნაწილები ხდება სპექტაკლი, ესე ვთქვათ, რაღაც სანახაობა, რაც ემსახურება იმას, რომ გაერთიანოს წარმოსახვითად აი ეს დაყოფილი პოლარიზებული საზოგადოება და ასევე აკონტროლოს ის. ეხლა რო გადავიდეთ გვიან საბჭოთა პერიოდზე, გვიან საბჭოთა პერიოდში უკვე არსებობდა ძლიერი რეაქცია ცენტრალიზებულად დაგეგმარებული ეკონომიკის, ქალაქგეგმარების მიმართ. იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ ფილმი სლიოქი პარა, ესე ქვია, ანუ ქართულად აღარ როგორია. მე მგონი იგი ერთ-ერთი პირველი კრიტიკა, პოსტმოდერნული კრიტიკა შეგვიძლია დავარქვათ, იმის რომ აი ამ ურბანული სტანდარტიზაციის და ერთგვაროვნების, როდესაც მოსკოვში და ლენინგრადში ერთ და იგივე სივრცე, ერთ და იგივე ბინები არსებობდა, სადაც თქვათ შეიძლება ადამიანს არეოდა თავისი ბინა. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ შავი ბაზრის ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმოქმნა და შეგვიძლია ეს დავაკავშიროთ აი ამ სიმბოლური კაპიტალის წარმოებასთან და რეპრესირებულ საბაზრო ლტოლვასთან, რაც არსებობდა, ალბათ ყველას გვახსოვს ჩვენი მშობლებისგან, თქვათ, რამდენად ჭირდა რაღაც განსაკუთრებული პროდუქტების შეძენა, როგორც იყო, თქვათ, არ ვიცი, ან სახლს მიდიოდნენ საზოგადოებრივ რაღაც კარა დაეყიდათ, ან რაღაც საწოლი, იმიტომ რომ აქ იყო მარტო ერთგვაროვანი, თქვათ, მარტო ადგილზე ნაწარმოებული ხარისხო პროდუქცია და აი ეს არსებობდა, აი ეს ძლიერი რეპრესირებული საბაზრო ლტოლვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს უფრო კარგად გამოისახა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად აი ეს მესამე ასპექტი, ესე იგი სპექტაკლის მობილიზება უკვე ძალიან დროულად იყო
დროულად იყო მოყვანილი სააკაშვილის მმართველობის პირობებში დაახლოებით 2005 წლიდან, როდესაც დაიწყო ეს მასიური ურბანული რეაბილიტაციები, სადაც არა მარტო ურბანული რეაბილიტაციები დაიწყო პირველად თავიდან დაიწყო რაღაც ესეთი მასიური ფესტივალებით, თუ გახსოვთ როდესაც ახალი მოსული ხელისუფლება იყო ყოველ შაბათ კვირას იკეტებოდა რუსთაველი, სადაც რაღაც სახალხო ზეიმი უნდა გამართულიყო, ასე ვთქვათ. და ესე ბევრი იყო ესეთი მაგალითები, სხვადასხვა ვთქვათ, ეს კომერციული მოვლენების და არტისტების ჩამოყვანა ვთქვათ, ასე შემდეგ და ბოლოს ვთქვათ, იგივე ურბანული სპექტაკლის შექმნით, რომელიც გულისხმობდა აი ამ ურბანულ რეაბილიტაციებს, სადაც მოხდა აი ამ ქართული ნაციონალისტური მითის კვალწარმოება, შეიქმნა რაღაც მითები, შეიქმნა რაღაც წარმოსახვითი წარსული და დიდი მცდელობა იყო აი ეს საბჭოთა პერიოდის ისტორიის წაშლის, ამის მაგალითები არსებობს, მაგალითად რამდენიმე მოდერნისტულ, ესე ვთქვათ, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობაზე მოხდა ჩარევა და ამაზე რაღაც დაკვირვებას ვაწარმოებდი და ორი ესე იგი მიმართულება გამოისახა, ესე იგი აი ამ პერიოდის შენობები ან შეეცადნენ რომ დაეძვლებინათ და ისე ვთქვათ ყოფილიყო რომ ესე იგი სახე ქონდა რაღაც 19 საუკუნის, მაგალითად აინუი მიაწევეს თელავში რაღაც საცხოვრებელ სახლებს და სასტუმროს თბილისშიც რაღაც გააკლასიკურეს ეს მოდერნისტული შენობები, ან უფრო გაათანამედროვეს, რომ ვითომ ვთქვათ აი დღევანდელი არქიტექტურული ნიმუშები არის, იგივე ვთქვათ თელავის თეატრი, იგივე თბილისშიც არის სხვადასხვა მაგალითები ამისი და აი ეს მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გაცნობიერებული არ იყო ეს და ეს იყო უფრო რაღაც ცნობიერი იმპულსები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აი ამ პერიოდის არქიტექტურის მიმართ არის ეხლაც ძალიან უარყოფითი განწყობა და წინა ხელისუფლება, როდესაც ახორციელებდა აი ამ ჩარეებს, ურბანულ ჩარეებს, ყოველთვის ცდილობდა რომ რაღაცნაირად შეენიღბა ეს და იმ საერთო რაღაც მითოლოგიაში მოიქცია, რასაც ის აი ამ სივრცეებით და იგივე აი სადაც ჩვენს ვიმყოფებით, მე ვფიქრობ, იგივე ის ნაწილი არის, პროცესის ნაწილი არის, აი ამ საერთო მითოლოგიაში ჩაეწერა.